და ჩვენ უნდა ნახოთ ჩართვა, ნახოთ კი და ჩაგვერთვება ანიმამულაშვილი, ხო, სამსახურებზე და ასე შემდეგ. კოლეჯ სპექტრში იმყოფება დღეს სამსახურს დიდწილად განაპირობებს ის თუ რა ისწავლი, რომელ სფეროში მიიღებ განათლებას და ასე შემდეგ. ფართო სპექტრს გვთავაზობს მე მგონი სპექტრი და უფრო დეტალურად ამაზე ანი მამულაშვილი მოგვიყვება. დილა მშვიდობის ანი. დილა მშვიდობის მაკოკოტე მოგესალმებით ყველა საზოგადოებრივ კოლეჯ სპექტრში ვიმყოფებით დღეს, სადაც ნამდვილად ძალიან მაგარი ტექნოლოგიებია, ახალი ნანოტექნოლოგიებით არის აღჭურვილი ეს კოლეჯი. მათე ტაკიძე, მისი დირექტორი იქნება დღეს ჩვენი სტუმარი, რომელიც დეტალურად მოგვიყვება ყველაფრის შესახებ. მე როგორც ვიცი, 1 მილიონი евро არის ჩადებული იმისათვის, რომ ძალიან განვითარდეს ეს ინსტიტუტი, ბავშვებმა მიიღონ ძალიან მაღალი დონის განათლება და კიდევ რა არის საზოგადოებრივი კოლეჯ სპექტრი არის საინჟინრო ტექნოლოგიური მიმართულების კოლეჯი და არა მხოლოდ არის ბიზნეს ადმინისტრება, ვებ ტექნოლოგიები, ესევე მეგზევები, ტოპოგრაფია, გეოდეზია და ასე შემდეგ. მანვე ეს მრავალპროფილიანი მიმართულება დაახლოებით 28 პროფესია გახლავთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თეორიულ ლაბორატორიაში, რომელიც მოეწყო კომპანია ჯეოტურანისა და ევრომასტერის მიერ. მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოში განხორციელდა უპრეცედენტო ინვესტირება პროფესიული განათლების სისტემაში. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თეორიულ კაბინეტში, რომელიცაც ანალოგი საქართველოში არ გააჩნია. რა შეისწავლიან ამ კაბინეტში? ეს არის 5 მიმართულება, როგორც ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციებში, რაც შედის აბსოლუტურად ყველა მიმართულება, გაზისა და წყლის კომუნიკაციები, მაგისტრალური გასადენები და წყალსადენები, გარდა ამისა, იქნება რადიოციფრული ტექნოლოგიები, ელექტროსისტემის სპეციალისტები, ჩართული იქნება სანტექნიკის მიმართულებები და ასე შემდეგ. ჩვენ მივცემთ საშუალებას დაახლოებით 5 მიმართულების ფაკულტეტის სტუდენტებს მიიღონ ის ევროპული ტიპის განათლება, რომელზეც ესოდენ არის მოთხოვნილება საქართველოში. და გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ ამ თეორიული ლაბორატორიის გარდა ჩვენ შევქმნით საწარმოო პრაქტიკის ლაბორატორია. ეს არის დუალური განათლების პილოტირება საქართველოში, რაც არის გერმანული მოდელი და მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მთავარი პრინციპი, რაც გახლავთ, არის ის, რომ სტუდენტმა ისწავლოს როგორც თეორიული მიმართულება, ასევე საწარმოო პრაქტიკის მიმართულება და ეს უპრეცედენტო ინვესტირება დაახლოებით 1 მილიონ ევროს მოიცავს, რაც ვფიქრობ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარების ზარმა. და რამდენი სტუდენტი სწავლობს ამჟამად? ამჟამად სტუდენტი 600 სტუდენტი სწავლობს, თუმცა ჩვენ 1 თებერვლიდან ვაცხადებთ უკვე ოფიციალურად მიღებას, ვისაც უნდა რომ კოლეჯში მოვიდეს, გაეცნოს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ინოვაციებს, თანამედროვე მიდგომებს, მიიღოს ევროპული ტიპის განათლება და დასაქმდეს და გაიკეთოს წარმატებული კარიერა, ჩვენ შეგვიძლია მათ შევქმნათ ყველანაირი გარემო. მე მგონი თქვენ თვითონ ხედავთ დღეს როგორი ტიპის გარემო გვაქვს აქ. აქ არის როგორც თეორიული ლაბორატორია, ასევე ინტერაქტიული პროექტორი, რომლის საშუალებით ჩვენ ვაკეთებთ აუდიო და ვიდეო ლექციებს, ავტომატურ რეჟიმში ეს იწერება და შემდგომ ეს თეორიული ლექციები შეიძლება სტუდენტებმა მოისმინონ და გარდა ამისა ჩვენ გვაქვს უცხოეთიდან ჩვენი სხვადასხვა ექსპერტების ჩართულობა და მათი სალექციო. ყველაზე დიდი მოთხოვნილება რომელ ფაკულტეტზეა მათ? მინდა გითხრათ, რომ მოთხოვნილება სამშენებლო სეგმენტში არის და არათუ გახლავთ ჩვენ მიწოდებასაც კი ვერ ვასწრებთ, იმიტომ რომ იმდენად დიდი არის სამშენებლო სეგმენტიდან მოთხოვნილება, ესევე სურსათისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ეს სეგმენტი, იმიტომ რომ ჩვენი დასაქმების მაჩვენებელი მოტივაციის შემთხვევაში თუ კი სტუდენტი მოდის, თუ კი მას აქვს მოტივაცია, მე ვეუბნები, რომ მას 100%-იანი გარანტია აქვს ძალიან წარმატებული კარიერის. დღეს დასაქმების მაჩვენებელი სადღაც დაახლოებით არის 60-დან 70%-მდე, რაც ვფიქრობ ძალიან მაღალი მაჩვენებელია. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ იმას, რომ გარდა ჩამოთვლილი ფაკულტეტებისა, გარდა მიმართულებებისა, ჩვენ გვყავს ისეთი ძალიან ძლიერი პარტნიორები, როგორც არის კნავი, ჰაიდელბერგი, კაპაროლი, რომლებმაც ესევე ჩადეს საკმაოდ სერიოზული ინვესტირება ჩვენი კოლეჯის განვითარებისთვის და ბუნებრივია კომპანია ჯეოტურანი და ევრომასტერი, რომლებიც ძალიან ბევრს აკეთებენ, რათა კოლეჯი იყოს მაქსიმალურად კარგ მდგომარეობაში. რამდენად ეხმარებით თქვენ იმაში, რომ შემდეგ დასაქმდნენ ის ადამიანები, რომლებიც უკვე გაივლიან ამ კოლეჯს და დაამთავრეს? უთხრა მაყურებელსო, აქ მარტო კომპანია ევრომასტერი ამ შემთხვევაში, ანუ ჯეოტურანი და კომპანია ევრომასტერი ღებულობს ვალდებულებას 150 სტუდენტის დასაქმების თავის კომპანიაში, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, იმიტომ რომ დღეს სოციალური გარემო თქვენ მოგეხსენებათ როგორია, უპირველესი მოთხოვნილება გახლავთ, რომ ადამიანებმა მიიღონ დასაქმება და გაიკეთონ წარმატებული კარიერა, შესაბამისად ვფიქრობ, რომ 150 ადამიანის ერთი კომპანიის მიერ დასაქმება არის ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულებები. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვატარებთ შიდა გამოკვლევებს, გარდა ამისა ჩვენ ვატარებთ ბიზნესთან გამოკვლევებს, ანუ ერთობლიობაში ჩვენ
ჩვენ ვაკეთებთ დასკვნებს, რა გვჭირდება, რომელ მიმართულებებში გვჭირდება გაძლიერება, რომელზე არის მოთხოვნილება, რომ შესაბამისად ამ მიმართულებებში შევქმნათ შესაბამისი ლაბორატორიების სტუდენტებს და ძალიან თანამედროვე ტიპის ტექნოლოგიებს ხედავ ხა აქ ეს რაში გამოიყენება მე მგონი ძალიან ეს არის დანადგარი რომელიც 12 მეტრის სიღრმეზე ეძებს ნებისმიერ მეტალს ეს არის თანამედროვე აპარატურა და რას ნიშნავს თუ კი ჩვენ რაიმე დაზიანება გვაქვს და არსებობს რაიმე მეტალი გაყვანილობა რომელიც შეიძლება არ დაზიანდეს ეს გაძლევს ყოველგვარი სტომილების გარეშე კონკრეტულ მიმართულებას რომელიც შეიძლება გადათხა ეზოსი თუ შეიძლება ბაბუა მოქრო დაგიტოვა შეგიძლია ამის მიხედვით ასე რომ ვინმეს თუ აქვს ეჭვი რომ ბაბუა მოქრო დაუტოვა ჩვენ მზადა ვართ ვათხოვ და დავეხმარო და მოდი სტუდენტებსაც ვკითხოთ ახლა რამდენად საინტერესოა მათთვის აქ სწავლა დილამ შვიდობის რამდენი ხანია რაც აქ სწავლობთ და რა ფაკულტეტზე სწავლობთ მე უკვე 6 თვე აქ სწავლობ ელექტრიკოსის კურსზე და რამდენად კმაყოფილი ხარ შენი კოლეჯით მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი აქ მოსვლით არ მეგონა თუ ასეთ საინტერესო რაღაცებთან მოქმედაში ხო რაღაცებს გულისხმობ თუნდაც მაგნიტური გამშვებების ძრავის გაშვება რევერსები და ასევე ძალიან ბევრი ისეთი რაღაცები რაც მეგონა რომ ვიცოდი თვითონ ასწავლი ჩემი ინტერესი დამთავრების შემდეგ რა გამოხვალ რა პროფესიის იქნები კოლეჯის დამთავრების შემდეგ ვიქნები მე ელექტრიკოსი რომელიც კოლეჯი მაძლევს თუნდაც იმის საშუალებას რომ დავსაქმდე კოლეჯი იძიებს ასევე ისეთ კომპანიებს და ისეთ იმას აქვს კოლეჯის კავშირი რომ მოდიან ეს კომპანიები გვთავაზობენ მათთან დასაქმებას და ასე შემდეგ რა ვიცი თქვენ რამდენად საინტერესოა თქვენთვის ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან შეხება, რომლებიც მე აქ ვნახე. მე მაგალითად ესეთი თანამედროვე ტექნოლოგიების ინსტიტუტში არ მისწავლია და თქვენ ძალიან გაგიმართლათ ამ შემთხვევაში. ძალიან საინტერესოა, რა ვიცი, ყველაფერი და კმაყოფილი ვარ, რა ძალიან ბევრი საინტერესო რამ გავისწავლე და საჭირო და მნიშვნელოვანი. ძალიან კარგი წარმატებებს გისურვებთ. მოდით გადავიდეთ შემდეგ იმასთან, ბატონო მათე. ეს აპარატი რას გვაჩვენებს ან რისთვის არის? ეს არის ლოკალური დანიშნულების აპარატი, თქვენ გინახია ძალიან ხშირად მუნიციპალურ თბილისში, როდესაც ხდება ხოლმე რაღაც გარკვეული მონაკვეთების გადაკვეთა და გადათხრა, თუ კი დავუშვათ დაზიანება არის ძალიან ლოკალური, ეს არის აპარატი ავტომატური, რომელიც ლოკალურად ერთ ადგილზე დაზიანებულ და მიწისქვეშა კომუნიკაციას შეაკეთებს, ისე რომ ამას არ ჭირდება არც გადაკეთება, არც კვარტალის ჩახურვა და ესე შემდგომ ეს არის მაქსიმალურად კომფორტული დანადგარი როტენბერგერის არის ჩვენ რასაც ხედავთ ახლა ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის როტენბერგერის ნაწარმოები და გარდა ამისა ნაწარმი ჩვენ გვაქვს კროლის, ჰიტაჩის, რიკოს და აბსოლუტურად თანამედროვე უცხოელესი ბრენდების ნაწარმი ჩვენს კოლეჯში. და ერთ-ერთი რაც ყველაზე მთავარია თქვენს კოლეჯში ალბათ არის ის რომ სტუდენტები თავად პრაქტიკულ სამუშაოებსაც გაივლიან და მე ვიცი რომ ეს მილებიც თუ არ ვიცი როგორ არის მათი გაკეთებული. ჩვენ რასაც ხედავთ ახლა ეს არის ანუ სხვადასხვა ტიპის პოლიეთილენის მილები მინდა ვთქვა რომ ჩვენ ამის წარმოება ადგილზევე გავაკეთეთ ჩვენ გვაქვს თეორიული როგორც გითხარით დასაწყისში ლაბორატორია საწარმო პრაქტიკის ლაბორატორია სტუდენტებს ახლა GDS დილის მაყურებლებს მეორე ჩართვაში დაგიბრუნდებით აუცილებლად დარჩით GDS-ზე. აი ერთი შეკითხვა მაქვს გადამზადებაც არის ხო შესაძლებელი? ისმენ ანუ გადამზადება თუ არის შესაძლებელია ბატონო მათე სტუდიაში აინტერესებს. გადამზადება არის შესაძლებელი ჩვენ ვაკეთებ და 20 თებერვლიდან დავიწყებთ მეორე ეტაპს გადამზადების იმ ტექნოლოგიებში რომელსაც თქვენ ახლა თვალსადევნებთ. პირველი თებერვლიდან როგორც გითხარით იწყება უკვე რეგისტრაცია და ყველა მსურველი შეუძლია მოგუმართოს, ხოლო კონკრეტულ მიმართულებაში მოკლევადიანი გადამზადება დაიწყება 20 თებერვლიდან. ნახე რა კითხვა დამისა. არა მე არ ვაპირებ არ მოგატყუებს, მაგრამ მე მგონი ბევრი ჩვენი მაყურებლისთვის საინტერესოა. ისე ვიფიქრებ სრულ ჩამონათვალს გავეცნობი და შეიძლება რამე ძალიან ბევრი ფაკულტეტია შეიძლება რომელიმე შეარჩიო ძალიან საინტერესოა ოფის მენეჯერები გოგონებისთვის განსაკუთრებით მე ანუ ბიზნეს ადმინისტრირება ოფის მენეჯერი სურსათის უნებლობა გარემოს დაცვა ტექნოლოგიებში ყველა მიმართულება გაგვეჩნია ესე რომ შესაძლოა აი თქვენ შევძანთ იქაც ანალოგიური დონის ლაბორატორია როგორცაა ეს რომ შეგვიძლია ასე რომ შეგვიძლია მოვიფიქროთ ბაკო და რომელიმე ფაკულტეტზე ჩავაბარო ჯგუფელებიც გავხდებით ფანტასტიკური დროებით გემშვიდობებით მეორე ჩართვა